განვიხილავთ online stores. აქედან ხდება საიტის დიზაინის შექმნა. მოდი ჯერ ზედაპირულად განვიხილოთ ეს themes რა არის, ანუ თემები, რაც გულისხმობს საიტის შაბლონები არის ესეთი, როგორც ხედავთ, თემები ეგრეთ წოდებული, რომელსაც შეგვიძლია გადავხედოთ და ვნახოთ როგორ გამოიყურება. ამის არჩევის შემთხვევაში ესეთი მენიუ არის და დეტალურად უკვე შეგვიძლია ვნახოთ აი აქედან VF demos დავაწევით და აი როგორც ხედავთ ეს არის საიტი. ნახეთ ესეთი გადასვლები იქნება ანიმაციები და ესეთი სტილის დიზაინი არის. თუ ავირჩევთ მაგალითად აი ამ savers, აქ უკვე სხვანაირი არის. როგორც ხედავთ მენიუც განსხვავებული არის, გამჭვირვალე მენიუა, აქ ღილაკი არის, აქ header-ი არის, ტექსტი და აქ ბანერი არის ჩვეულებრივ. შემდეგ უკვე პროდუქტები ნახე, პროდუქტის განლაგება როგორ არის, იმენა მიწვებულია ერთმანეთზე, პატარა დაშორებაა ერთმანეთს შორის. და შემდეგ აქ უკვე ვიდეო არის ტექსტით. აქ ლინკია ჩასმული და ეს არის ქვედა footer menu. ასევე აქვე აქვს თავისი AI ჩამონტაჟებული, რომელიც აკეთებს ხოლმე რაღაც თემებს. აი ეს აქვს მაგალითად გაკეთებული, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეგიძლიათ ეს ნახოთ, ეს გამოიყენოთ. ან ეს Radiant. და პირდაპირ ესეთი განლაგება იქნება საიტზე, ანუ არაფერის დიზაინის გაკეთება სერიოზული არ არის საჭირო. Pages. აქ არის გვერდები, ნახეთ, საკონტაქტო page არის ახლა. საკონტაქტო გვერდი არის აი ეს, ნახეთ, contact. ეს არის საკონტაქტო გვერდი. ეს არის მთავარი გვერდი, დალიანთო და home. ეს დალიანთო და home-იც ერთ და იგივე არის, სხვადასხვა ღილაკი არ გეკვნოთ. ეს არის მთავარი გვერდი, მეორე გვერდი გვაქვს კონტაქტების გვერდი. ასევე ეს არის უკვე მამაკაც რო ვაწვევით არის კოლექციების გვერდი. ეს კატალოგიც არის კოლექციების გვერდი, ესეც კოლექციების გვერდი. აქ არჩენს ეს გვერდები, ეს არის უკვე პროდუქტებში რო შევდივართ კოლექციებში. ეს არის default-ი, ანუ ქარხნული გვერდი. ქარხნული გვერდის შაბლონი. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად ერთი კოლექციის გვერდის დიზაინიც შევცვალოთ. მაგალითად, ეს კონტაქტის გვერდი ცალკე რო არ იყოს, ზუსტად იგივე page-ი იქნებოდა, რაც აქ არის. Preferences, ნახეთ, ეს უკვე არის ჩვენი საიტის ინფორმაცია. ეს არის SEO-ისთვის, მაგალითად, რო ჩავწეროთ აქ დალიანთო. საიტი არ მივუთითოთ, ნახეთ, ამოვაგდებს აქ dalianto.site. როგორც ხედავთ, არის პირველ გვერდზე. ესე გამოიყურება ახლა. აქ როგორც ხედავთ, აღწერაში წერია კატალოგის სახელი და რაღაც თავისი გენერირებული ტექსტი. ხოლო ეგ ტექსტი რო არ იყოს ეგრე, შემიძლია home page title-ში ჩავწერო სათაური. დალიანთო და meta description-ში მივუთითო უკვე აი აქ რა მინდა რომ გამოჩნდეს. აქ ჩავწერ მაგალითად ეს საიტი არის სასწავლო. ვაწვევით saves და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება და დაიწერება აი აქ. შეიძლება მას 24 საათი დაჭირდეს, ასე რომ ამას არ დაველოდებით, როცა შეიძლება. აქედან შეგვიძლია დავამატოთ ფოტო. აი მაგალითად Messenger-ზე ან სადმე რომ გააგზავნოთ, აი ამ ფოტოს ამოაგდებს. ერთი წუთი, მაგალითად გავხსნათ Nike. მაგალითად გავხსნი ამ არხს, აქ გავაგზავნი და გაჩვენეთ ახლა რაზე მაქვს საუბარი, რომელი ფოტოა. აი ეს ფოტო არის ზუსტად. აი ესეთ ფოტოს ამოაგდებს. აი ეს ფოტო არის ზუსტად, ეს არის სათაური, ეს არის აღწერა. გავიღოთ ეს დალიანთო საიტი. ჩავსვათ აქ. ნახეთ, აი ეს არის სათაური და ეს არის ის აღწერა, რაც შევწერეთ. ეს საიტი არის სასწავლო. ახლა იქ ფოტოს ჩავსვავ და ეგ ფოტო გამოჩნდება, როგორც აი აქ ჩანს, აი აქ ავტვირთოთ რამე ფოტო. აი მაგალითად მინდა აი ეს. დავასეივებთ ახლა. აქ ამაზე ჯერ არ შეიძლება. თავიდან ჩავსვათ ახლა და აქ უნდა მოვაგდოს უკვე ფოტო. მაგასაც როგორც წესი დრო უნდა ხოლმე სანამ განახლდება. ეს უკვე ხელმისაწვდომობა საკონტაქტო ინფორმაციაზე, აი იმაზე, რომ კონტაქტი შეძლონ და ეს უკვე არის რეგისტრაცია, რომ შეძლონ ჩვენ საიტზე, აი პროფილი რო შექმნან. email, მე შემდეგ გამოუჩნდებათ შეკვეთები და პროფილი. რეები შეუკვეთეს რა პროცესშია მათი შეკვეთა. სულ ეს არის ესეც განვიხილეთ, page-საც უფრო პრაქტიკაში გაიგებთ რა არის და როგორ მუშაობს და თემებიც უკვე გავიგეთ. ახლა რაც საჭიროა უკვე საიტის დიზაინის გაკეთება არის.
მოდი ეს თემაც ვნახოთ, ნახეთ, ესეც ძალიან კაი თემა არის. ამ თემების გარდა კიდევ უამრავი თემა არის, რომელიც აქედან შეგვიძლია ვნახოთ. და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი. როგორც ხედავთ, აქ არის 24 საიტის თემა, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ აქედან. უბრალოდ არის ფასიანებიც აქ. შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტული მიმართულებისთვის, მაგალითად ტანსაცმელი და უბრალოდ ბანერების ჩასმა იქნება საჭირო და პროდუქტები უნდა იყოს ატვირთული. დიდი არაფერი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც არის საჭირო ამ ფასიანების გაკეთება, იმიტომ რომ ამ კურსში დეტალურად გასწავლით, როგორ შეგიძლიათ სრულად უფასოდ გააკეთოთ მსგავსი საიტები. არაფერი სერიოზული არ არის აქ. აი ეს ჩარჩურაც ამოვარდა, მაგის გაკეთებაც შეგიძლიათ, აი ეს შეკვეთები, რომ მიმდინარეობს, მაგის გაკეთებაც შეგიძლიათ. აქედან მონიშნავთ freeze და აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ უფასო შაბლონები, რომლებსაც შეიძლება მე უკვე მოდიფიკაცია გავუკეთოთ, ანუ რედაქტირება გავუკეთოთ. მე პირადად აქედან ჩემი საყვარელი არის შაბლონი template თემა, მაგალითად არის ეს დაუნი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე და ვარედაქტირებდი. სანამ არ აღმოვაჩენდი ერთ აპლიკაციას, რომელშიც უფრო უკეთ შეიძლება რედაქტირება და უკეთესი საიტების აწყობა. ეს არის. მოდი ახლა ბარემ აქვე განვიხილოთ ამ ვებსაიტის შესახებ. Gym Pages Builder. აი ეს აპლიკაცია არის, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი დიზაინის. დავაინსტალირებთ ამას. აქ როგორც ხედავთ არის შაბლონები, ეს არის პროდუქტის გვერდის შაბლონი, ეს არის კოლექციების გვერდის შაბლონი და ეს არის home page. და აქედან შეგვიძლია უკვე ავარჩიოთ. ამასაც როგორც Shopify-ს აქვს გამოწერები, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობს. აქედან შეგვიძლია ერთი page-ის გაკეთება, შემდეგ უკვე უფრო მეტის და უფრო მეტის და სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობს. აქ უკვე ანიმაციებიც არის, როგორც ხედავთ, თემების სექციები, ვერსიების ისტორიები და ასე შემდეგ. უფასოდ საკმარისია დასაწყისში, ვინაიდან მთავარი არის პირველი გვერდის დიზაინი. ვაწვევით create new page და აქედან უკვე ნახავთ გამზადებული საიტების დიზაინებს. აი მაგალითად ეს, მინდა რომ ნახოთ როგორ გამოიყურება. აი ესეთი მსგავსი პროდუქტი ვისაც აქვს, აი ეს გამოადგება მაგალითად. ნახეთ, ყველაფერი არის გაკეთებული იდეალურად. და როგორც ხედავთ, ძალიან გრძელი საიტი არის და როგორც ხედავთ, ძალიან გრძელი საიტი არის, ყველაფერი არის კარგად გაკეთებული. აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ რომელი გვერდისთვის გვინდა home page, ანუ მთავარი გვერდი. ეს მაგალითად ცხოველებისთვის არის, ეს მაგალითად კარგი ძილისთვის არის, ეს მაგალითად შანთების მაღაზიისთვის არის, ეს სავარჯიშო ინვენტარისთვის არის მქონი, როგორც ვიხდი, მანდილოსნების სამოსი, აქ უკვე მოდური ტანსაცმელები, აქ უკვე დასალევები, აქ დეკორაციები და აქ ტანსაცმელები. პირდაპირ არის გამზადებული ესე. დავათვალიერებთ და შეგვიძლია დავაჭიროთ select this template, აირჩევს ამ შაბლონს და ჩვეულებრივ პროდუქტებს რო ატვირთავთ, გამოჩნდება ყველაფერი თავის ადგილზე. ამ ბანერს თქვენ შეცვლით, თქვენსაც დააყენებთ. აქ ტექსტებს შეცვლით და ეგ არის. აქ როგორც ხედავთ, ბლოგებიც აქვთ. პროდუქტის გვერდები უკვე. ეს ნახეთ, მაგალითად პროდუქტს რო გახსნია. ახსნათ ჩვენი საიტი. ეს პროდუქტი ხო გავხსენი, ესე გამოიყურება ჩვენი პროდუქტის გვერდი. ამ შაბლონის არჩევის შემთხვევაში ასე გამოიყურება ჩვენი პროდუქტის გვერდი. ნახეთ, როგორ დეტალურად არის ყველაფერი. უბრალოდ დაწვევით select this template და დაყენებულია. მაგალითად, თუ მაქვს რაღაცა მსგავსი პროდუქტი, ეს მომწონს, ამას დავაყენებ. თუ ეს არის, უკვე ამის დაყენება შეიძლება. ნახეთ, აქვე ვიდეოები არის ჩასმული. რა თქმა უნდა, YouTube-ის ლინკები იქნება. ესეც ნახეთ, ესენი თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, აქ კოლექციების გვერდი არის უკვე, როგორ გამოიყურებოდეს კოლექციებზე ეს პროდუქტები. ასეთი რაღაცის აწყობა თვითონ online store-დანაც შეიძლება და Gym Page-ი უკვე გვთავაზობს მზა შაბლონებს. აი ეს კოლექციების გვერდები უკვე მაგათით გადავიდით მამაკაცის კოლექციებში და ნახეთ როგორ არის ჩვენთან. ესე ჩვეულებრივ აქ მამაკაცი წერია და აქ უკვე პროდუქტების ლისტი არის და ეს არის და მორჩა. ხოლო ამის არჩევის შემთხვევაში დავაწვევით, ასე გამოიყურება. ზევით ნახეთ, რევიუები არის, აქ უკვე სათაური არის, ქვესათაური არის და აქედან უკვე პროდუქტები არის. ამას დავაწვევით, ამ შემთხვევაში ასე გამოიყურება. ეს არის კოლექციების გვერდი. Article page. ეს უკვე ბლოგების მხარე არის, როგორც მივხვდი ვიზუალურად. ეს ჩვეულებრივ ბლოგი არის და ბლოგში უკვე ნახეთ როგორ არის ეს ბანერი არის და ეს ტექსტი ნახეთ როგორ არის ჩასმული, როდის გამოქვეყნდა ეს ბლოგი. აქვე არის subscribe-ი, email-ზე გამოწერა, email-ის გამოწერით email marketing-ი ხდება. აქედან კიდევ რეკლამები არის ჩასმული.
Instant landing page ეს არაფერი არ არის აქ. ეს გონი ერთგვერდიანი საიტი არის, ერთი პროდუქტი რო იყიდება მაგისთვის, უფრო dropshipping-ისთვის, კი. ასეთი რაღაცები ყოველთვის dropshipping-ზეა. მეც მსგავსი საიტი მაქვს აწყობილი. აი ეს kinky არის რაღაცებს რომ ვინც ყიდის, ერთი ყიდვის შემთხვევაში 39 ეგერს, ორი შემთხვევაში 65 free shipping-ი და სამი ბოთლის შემთხვევაში უკვე $98, რაც ძალიან მომგებიანი არის ხალხი. და აქ უკვე testimonialები, ანუ რეკომენდაციები, ვინც ამას ყიდის მსგავს პროდუქტებს. მოკლედ როგორც ნახეთ, ძალიან ბევრი ვარიანტი არის, ეს გონი ბალიშებს ყიდის. კი ბატონო. კონტაქტ გვერდი. მინდა რომ მაგალითად ესე გამოიყურებოდეს. აქ ნახეთ რუკაც იქნება წესით. ამაში არ არის. მაგალითად აი ამის დაყენების შემთხვევაში საკონტაქტო ის არის, ნახეთ რუკა. რუკაზე მოინიშნება თქვენი მაღაზია და პირდაპირ ნახავს ხალხი. აქვე მობილური ადრესი, იმეილი, სახელი, მეილი, მესიჯი. ლიდებისთვის გენერირებული page-ი. Multi-product home page, ანუ ბევრ პროდუქტიანი თავარი გვერდი. როგორც ხედავთ, ესე მაუსის გადატარებაზე შეიძლება დაათვალიეროთ. ერთ პროდუქტიანი home page-ი, თავარი გვერდი. ერთ პროდუქტს ვინც ყიდით. ეს უფრო dropshipping-ისთვის არის კარგი. About page-ი, ჩვენ შესახებ page-ი, ანუ პროფესიონალურ მაღაზიებს უკვე ბრენდებს about page-ი უნდა ქონდეთ. Fax page, ხშირად დასმული კითხვების გვერდი. ესენიც უნდა იყოს. აქ უნდა იყოს ჩამოთვლილი, რაც ხსოვენ ხშირად კითხვებს და პასუხები. ეს უკვე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ისინი გვერდები. ბლოგის პოსტების გვერდები. აი ესენი ნახეთ, წეგან რაც ნახეთ, ეგენია ზუსტად. ბლოგის ლისტინგი. აქ უკვე არის ბლოგის ლისტები, სადაც შენს რას დავაჭირე. აი აქ არის ბლოგის ლისტები, ნახეთ, პირველი ბლოგი, ეს ახალი რაც არის, უფრო გადიდებულია და აქ უკვე ძველი ბლოგები არის ჩასმული. აქ უკვე კატეგორიებიც არის, ნახეთ, როგორც ჩანს დაყოფილი. პოპულარული პოსტები და ყველანაირად შეიძლება საიტის გალამაზება. ეს make-up-ის მაგალითად ვისაც აქვს. Quiz page-ი, quiz-ები შეიძლება გაკეთდეს. Sales page-ი, გაყიდვების გვერდი. მოკლედ ეს აპლიკაცია გვთავაზობს უამრავი გვერდის დაყენებას. მაგრამ იმისთვის, რომ ყველა გვერდი დავაყენოთ, მაგალითად სრულ საიტს თუ ვაწყობთ, home page-იც გვინდა, product page-იც გვინდა, რომ ინდივიდუალურად პროდუქტის გვერდი სხვანაირად იყოს, კოლექციებიც განსხვავებული გვინდა გქონდეს და არა default-ი და ასევე უკვე fax page, legal page-ი, contact page-ი, blog post-ები უკვე პროფესიონალიზმს ქმნის. ამ კურსში ვისწავლით, როგორც ამ gem page-ით დაყენებას ამ გვერდების, ასევე ჩვენი უფასოდ, აი აქედან საიტის ნოლიდან აწყობას. ჩვეულებრივ აქ edit home-ში შევალთ. და აქედან დავიწყებთ უკვე საიტის დიზაინს. აქ რო დავაწვევით add section, აქედან ხდება უამრავი რაღაცის დაყენება და ზუსტად იგივე შაბლონის აწყება საბოლოოდ, რასაც იქ ვსთავაზობს ის gem page-ის builder-ი.